ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი. ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემა აგროსიახლეებს, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი ბელა გელაშვილი ვარ. ქათმის ნაკელით ნაკვები ძროხის რძე, რომელსაც საზოგადოებამ უფრო მოკლედ და სატირულად სკლინტიანი რძის დეფინიცია მისცა. ეს ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული ამბავია, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც საერთოდ უარი თქვეს რძის მოხმარებაზე, იმდენად შეეზიზღათ ეს პროდუქტი. დიახ, ცოტა ხნის წინ რძის და რძის პროდუქტების მოყვარულებისთვის რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო სიახლე გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ორი მსხვილი კომპანიის, ბიუბიუს ქათმებით ცნობილი ჩირიანს და საქონლის ფერმა ყვარლის ბაგაშორის სასამართლო დავის დეტალები. რომლისგანაც გავიგეთ, რომ ლაშა პაპაშვილი ყვარლის ბაგაში საქონელს, როგორც მერძევე, ისე მეხორცულ მიმართულებაში, რევაზ ვაშაკიძის ფერმის ქათმების ნაკელით ყვებავდა. ირკვევა, რომ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ქათმების ფეკალიებით ნაკვები ძროხის ხორციც მოგვიყიდა და რძეც. სხვათა შორის, ამას არც თავად უარყოფს. პირიქით, სკინტის მომწოდებელს ედავება, საქონელი შენ გამოდამეხოცა, შენს სკლინტში ანტიბიოტიკები აღმოჩნდა და მაგიტომ რძეც გამიფუჭდაო. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში საქმის სამართლებრივ მხარეზე არ ვილაპარაკებთ, არც პოლიტიკაზე ვაპირებ საუბარს, რადგან ამ მხრივ სხვადასხვა მედია საშუალებებმა ვფიქრობ მეტნაკლებად თემა ამოწურეს. ჩვენ როგორც დარგობრივმა მედიამ, ისეთ საკითხებზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რაზეც აქამდე ან ცოტა, ან საერთოდ არ გიფიქრიათ. მაგალითად, რამდენად კანონიერია და ჰიგიენური, ასევე რამდენად უსაფრთხოა და გამართლებული. საერთოდაც რამდენადაა საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ქათმის ნაკელის გამოყენება ფერმებში. დაგაფიქრებთ ცხოველთა და ფრინველთა კეთილდღეობის ჭრილში ანტიბიოტიკების გამოყენება კონტროლზე და აქედან გამომდინარე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე. გადაცემის მეორე ნაწილში კი გასწავლით, როგორ იცნოთ რძე და რძის პროდუქტი, რომლებიც ჯანსაღად ნაკვები, სწორედ ნაკვები ცხოველებისგანაა მიღებული და საწარმო ჯაჭვი მაღაზიების დახლებამდე კანონისა და სასურსათო უსაფრთხოების წესების ზედმიწევნითი დაცვით აქვს გავლილი. თუმცა, ეს როგორც გითხარით გადაცემის მეორე ნაწილში, მანამდე წარმოგიდგენთ ჩემს პირველ სტუმარს, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტს ვეტერინარ მიხეილ სოხაძეს. ბატონო მიხეილ, ევროკავშირში ქათმის ნაკელის მოხმარება დიდი ხანია აკრძალულია, საქართველოს 2023 წელს აკრძალა, თუმცა მსოფლიოს სპექტრს თუ გადავხედავთ, გარკვეულ ქვეყნებში დაშვებულია ეს ქათმის ნაკელის მოხმარება მესაქონლეობაში. მოდით გვითხრით, ზოგადად გაგვეცანით საერთაშორისო პრაქტიკა და გვითხრით, რა შემთხვევაშია საფრთხის შემცველი მისი გამოყენება, როგორც ხორცის, ისევე რძის შემთხვევაში, რაც სახეზე გქონდა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მოდით ჯერ დავიწყოთ, დავხსნათ თუ რატომ აჭმევენ ქათმის ექსკრემენტებს პირუტყვს, ხო, რაღაცა მიზეზი ხო აქვს. ნუ ეს გახლავთ პროტეინის წყარო. კი ბატონო, პროტეინის წყაროა, ეს ძირითადად გროვდება იქ, სადაც ზრდიან ბროილერებს.
ბროილერს თვითონ სხვადასხვა განსაკუთრებული დიეტა ჭირდებათ, ანუ დიეტა ამ შემთხვევაში გულისხმობ ჭამის რაციონის განსაკუთრებული შერჩევა, საკმაოდ ხუათიან საკვებს მიირთმევ, შესაბამისად ქათმის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, ნაწილი გამოდის გარეთ ექსკრემენტების სახით და შესაბამისად ქვეშ საფენზე, სადაც ფრინველები იზრდებიან, ხდება მათი კონცენტრაცია. ყუათიანობა იმდენად მაღალია, რომ ფაქტურად იონჯის ყუათიანობას უთანაბრდება, მაგრამ ფასით არის ალბათ 10-12 ჯერ უფრო ნაკლები. ხშირად ისეთი ხელშეკრულებაც ოღონ წაიღე, გაიტანე და მე თანხა წამჭირდება, ანუ ძალიან მომგებიანია. მესაქონლე ფერმერისთვის. კი ბატონო. ეს ძირითადად მაინც მერძეულ ფერმებში გამოიყენება. ну აღნიშნული პრაქტიკა თქვენ როგორც ვზანებთ იყო ევროკავშირშიც ტრეხა დარჩენილი არის კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში მათ შორის ახლა შედარება რომ გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მაგრამ მის მოხმარებას გარკვეული დათქმები აქვს ეს უბრალოდ ნებისმიერი ფერმიდან წამოიღო ან ქვეყანაში სადაც უმაღლეს დონეზე არ კონტროლდება ვეტერინარული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, კერძოდ, იქ მსგავსი რამის დაშვება ერთმნიშვნელოვნად არის იქ მაგის დაშვება არის ფაქტობრივად აი რთული შედეგების მომტანი აპრიორი. რთული შედეგების მომტანი თავად ფერმერისთვის და ასევე მომხმარებლისთვისაც. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყოთ იმით ორი პრობლემა გამოვყოთ. პირველი ეზახავთ თვითონ ექსპერიმენტების შეარსებული პრობლემა, რაც თავისთავად ბიოლოგიურად წარმოიქმნება ხოლმე ორგანიზმში, პათოლოგიური ორგანიზმები, რომლებიც თუ სწორად არ გამოიწვა, თუ არ დამუშავდა, მოდით ესე ვთქვათ, ეს ექსპერიმენტები ის სპირიტუს მოხდება, ანუ გადამუშავების რამდენიმე გზა არსებობს, ნუ არის ბიოლოგიურიც, როდესაც გარკვეული ბიოლოგიური პროცესები ვითარდება და არის ხელოვნური, რომელიც წამოადუღებ ან სხვანაირად გამოვაშრობ. და მხოლოდ აი ამის შემდეგ მიეცევა, მაგრამ პირველი, იცით რა არის, საიდანაც დავიწყოთ ყველაფერი კონტროლი აუცილებლად უნდა იყოს ფერმიდან სუფრამდე. ეს გახლავთ სულსაზონლობის უმთავრესი კონცეფცია, პრინციპი. თუ ფერმაზე შეცდომას უშვებ, აი მაგალითად ანტიბიოტიკები ვერ გააკონტროლე, შემდეგ ეტაპზე რაც არ უნდა გააკონტროლო მთელი ეს პროდუქტი, სულ რომ ოქროს თასებითა და ოქროს ფილტრებით ფილტრო და ადუღო, ბოლო პროდუქტში ის მაინც მოხდება. ამიტომ კონტროლი უნდა დაიწყოს სწორედ ფერმიდან და იქ იმ ქვეყნებში სადაც ფერმები კონტროლდება უმაღლეს დონეზე და კონტროლდება სწორედ ის პრეპარატები რაც გამოიყენება იქ ჯერჯერობით არ არის აკრძალული, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებიც მიდის იმ დასკვნამდე რომ ну из ფრინველის გრიპის გამავრცელებლად ითვლება ფრინველის ექსპერიმენტები შესაბამისად ალბათ ამერიკის შეერთებული შტატებიც იფიქრებს და მე ვიცი რომ ფიქრობენ რაღაც ესე ქონდა კოლეგებთან ამაზე საუბარი რომ იქაც შეიზღუდოს თუ მთლიანად არ აიგზავნოს მისი გამოყენება. რაც შეეხება ევროკავშირში ამის შეზღუდვის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო ღრუბლოვანი ენცეფალოპათია, რომელიც სწორედ აი ამ გზით ვრცელდება. იქ მაინც არ გამოიყენებოდა იმდენი სიხშირით, როგორც დაუშვათ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ კიდევ ერთი რაღაცა მიდგომებში სხვადასხვა არის. ევროპული მიდგომა უფრო გახლავთ პრიორიტეტი მომხმარებელია. მომხმარებელს ერგება ყველა და ყველაფერი. მომხმარებელი და შესაბამისად სისუფთავეც განსაკუთრებულ დონეზეა. ამერიკული მიდგომა უფრო ინდუსტრიალიზაცია, უფრო მარკეტინგი და ასე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი უნებელია. უნებელი არ არის. უნებელი უნდა იყოს. საქართველოში რა ხდება? ნახეთ, თქვენ ახლა თქვით ამერიკაში რა ხდება, ევროპაში რა ხდება, რა ხდება ჩვენთან? აი, თქვენი საუბრიდან დამრჩა შთაბეჭდილება და ალბათ ჩვენს მაყურებელსაც, რომ ჩვენ ვერც ამერიკული მოდელი ვართ, ვერც ევროპული სად ვართ ჩვენ ახლა? აი კონტროლთან დაკავშირებით რომ ვილაპარაკოთ. ხომ არ არის ქართული მოდელი, ყველაფერში ქართული მოკლედ. აი ხომ არ არის ჩვენი მომხმარებელი, ჩვენ თითოეული ჩვენგანი, რომელიც ვყიდულობთ მაღაზიებში დახლებიდან ნებისმიერ პროდუქტს, ხომ არ ვართ მხოლოდ ბიზნესის ვთქვათ ნებაზე და პასუხისმგებლობაზე, ამის ამარადარჩენილები. რამდენად ეფექტურად კონტროლდება მოკლედ საწარმოო ჯაჭვი ფერმიდან მაღაზიის დახლამდე. კი ბატონო. ну ჩვენ კანონმდებლობიდან დავიწყოთ მას შემდეგ რაც ხელი მოვაწერეთ ევროპასთან ღრმა და ყოველის მოცველი თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებას
საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ პროგრესი ძალიან ბევრი დადებითი გაკეთდა და ბევრი ფაქტიურად კოპირება გაუკეთეთ ევროპულ კანონმდებლობას, რომ კანონმდებლობის შესაბამისი კანონმდებლობა ძალიან დახვეწილია. კანონმდებლობა გვაქვს შესანიშნავი. ახლა რაც შეიძლება მოვიკოჭრებთ. კი, ახლა მას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ახლა ფერმა ვახსენეთ, ხო? საქართველოში არის 150,000 ფერმერი. საქართველოში იმაზე უფრო მეტი ფერმერია, ვიდრე საფრანგეთსა და გერმანიაში ერთად აღებული. მე გულისხმობ, ანუ აქ არის წვრილი ფერმერები და ეს ძალიან ართულებს პირველად კონტროლს. აი, პირველად ფერმის კონტროლი ძალიან რთულდება, თუმცა ალბათ მაინც უკეთეს კარგი იქნება თუ საიდანღაც დაიწყება ეს და კარგი იქნება თუ გაკონტროლდება მსხვილი ფერმერული ორგანიზაციები ამ ეტაპზე მაინც. იმიტომ რომ წვრილი ფერმერების გაკონტროლება ნუ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი ხა ერთი და ორი ძრო ხარ ყავს ბებიას და განსაკუთრებით ისეთები რომლებიც მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ყავთ პირუტყვი იქ ურთულესი იქნება ამის ამ ყველაფრის გაკეთება თუმცა ხელის აღება არაფერზე არ შეიძლება ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაღაცა დონეზე რაღაცა დავიწყოთ ამ კონტექსტში არ შემიძლია გკითხოთ პასტერიზებაზე რძის პასტერიზებაზე ის რა საფრთხეებს აუნებელ ყოფებს ესე ვთქვათ იმიტომ რომ აი თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ აი სოფლის პირდაპირ ესე ვთქვათ საოჯახო მეურნეობიდან წამოღებული შეუმოწმებელი რძე და ქარხნის ეგრეთ წოდებული პასტერიზებული რძე აი მათი სხვაობა ანუ რომელი შემთხვევაში უფრო ვართ დაცულები დავიღოთ ისევ ის თემა თუ როგორც თავიდან რითიც დავიწყეთ ქათმის ექსკრემენტები სკორე აქ როგორც ვთქვით ორი პრობლემა არის ერთია თვითონ სკორეს დაბინძურება სხვადასხვა მიკროორგანიზმებით განსაკუთრებით ამ დროს თუ იქ ანაერობული გარემოში იქნა იქ კლოსტრიდიებით და საკმაოდ მძიმე დაავადება პირუტყვისთვის რომელიც აღნიშნული პათოგენები შესაძლებელია მოხდეს რძეში უამრავი პირობითად ადამიანური პათოგენური ორგანიზმები მაგრამ პასტერიზაციის პროცესში და იქ მექანიკური და უშუალოდ ფიზიკური რაღაც დაბინძურება თუ იქნება ის ფილტრში იფილტრება მსგავსი ბაქტერიული დაბინძურება თუ არის პასტერიზაციის დროს უნებდება თუმცა ვერაფერს ამას ვერ უშვება ანტიბიოტიკი და იქ თუ რაიმე ტოქსინი იქნება ეს აუცილებლად აღმოჩნდება საბოლოო პროდუქტში რაც არ უნდა წამოადუღოთ და იქ ასოფოში არავინ არ იდუღებს იმიტომ რომ თუ წამოადუღოთ მე ყველი ვეღარ ამოდის მაგრამ აი პასტერიზაციას კიდე სოფიაში ვინმე აკეთებს და სამიცი მე ნაკლებად გამიგია ამიტომ პასტერიზაცია მთელ რიგ საფრთხეებს აუნებელ ყოფებს თუმცა ანტიბიოტიკების და აფლატოქსინის შემთხვევაში ეს შედეგს ვერ გვაძლევს აი ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება რაღაც 10 ან მაქსიმუმ 20% ამ ტოქსინების რაღაცა კუთხით დაიშალოს თუმცა როგორც წესი ესე იშვიათად ხდება. ანუ ეს აღმოჩნდება. ბატონ მიშა, ტეტრაციკლინზე და ზოგადად ანტიბიოტიკებზე ცოტა მეტი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ამ გახმაურებულ кейსში ძალიან აქტიური იყო ეს ამბავი. აი ქათმის ნაკელი ტეტრაციკლინი და ზოგადად ანტიბიოტიკებით მკურნალობა რა არის დასაშვები, რატომ არის დასაშვები, როდის არის ანტიბიოტიკის არისკო, აი თქვენ გარკვეულწილად წეგან შეეხეთ ამას. თუმცა ცოტა მეტი ვუთხრათ. კი ბატონო, არის გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ტეტრაციკლინის ჯგუფები არის დაშვებული მეფრინველეობაში და ისევ და ისევ მის მათ სწორ გამოყენებაზე საუბარი. პირველად სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები გამოიყენება პირველ მესამე დღეს, რომელიც სადღაც 10-11 დღეში უკვე ორგანიზმიდან გადის. ხოლო ტეტრაციკლინი შეიძლება გამოყენებული იქნას თერაპიული მიზნით ასევე, თუმცა მისი სადღაც თუ მეტრო თუ სწორედ მახსოვს, სადღაც ერთი კვირა ჭირდება დაახლოებით ორგანიზმი რომ დაიცალოს. ამიტომ ყველა ფერმერი ცდილობს ის იქნას სწორად გამოყენებული იმ ეტაპზე, სანამ ის დაიკვლება ან კვერცხისდებას დაიწყებს. შესაბამისად ეს დაცული არის და ფერმაზე ყველა ფერმას ყავს ვეტერინარი ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ ერთი დაშვებული შეცდომა და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ თუ მოხდა და როგორც ხედავთ, ხდება ხოლმე კონტროლი, ის ფერმა ჩათვალეთ, რომ შეწყვეტს არსებობს. სერიოზული ბიზნესთან აკარგებია. ამიტომ ამბობ, რომ იმ ფერმერულ მიმართულებებს, რომელიც ბიზნეს ორიენტირება აქვს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. მათ აქვთ ფერმერული ცოდნა და განვითარების გარკვეული მონახაზიც, მაგრამ ეს უკვე ჭირს დაუშვათ იქ, სადაც ეს ნაკლებად ცოდნა არის ნაკლები, ანუ არ აინტერესებთ, მაგრამ რომ საუბრობთ მაინც
მაინდა დიდი გულისყურით არ მოგისმენთ. აფლატოქსინზეც ვილაპარაკოთ ძალიან ცოტა ბოლო პერიოდში ეს ამ გახმაურებულ кейს არ უკავშირდება. ცალკე აღმოაჩინა რამდენიმე დღის წინ სესმა მოკლედ ეს ტოქსინი ესე ვთქვათ რძეში როგორ შეიძლება მოხდრილიყო სად არის შეცდომა დაშვებული და აი ვთქვათ პრევენციისთვის რა შეიძლება უთხრათ ჩვენს ფერმერებს. ხო, ნუ უპირველეს ყოვლისა ეს ისევ არის შეცდომა დაშვებული პირველ ეტაპზე. ეს არის ფერმერში გამოყენებული სავარაუდოდ დაობებული ნესტიანი საკვები. ხო, უფრო მეტად ალბათ უფრო მარცვლოვნები, უფრო სიმინდის შემთხვევაში უფრო ხდება ხოლმე. დოზას რაც შეეხება, ჩემთვის რაც არის ცნობილი, ის დოზა, რომელიც აღმოჩნდა, ეწინააღმდეგება რა თქმა უნდა ჩვენს კანონმდებლობას, თუმცა თუ ავიღოთ ამერიკულ კანონმდებლობას, ანუ რომ დავამშვიდოთ ჩვენი მაყურებლები, ის აბსოლუტურად ჯდება, იმიტომ რომ ამერიკული უფრო ლიბერალური არის, ანუ 10 ჯერ მეტი შეიძლება ვიდრე დავუშვათ ევროპულის გამოყენება, თუმცა ეს არ არის ეს უნდა მიიღოთ ძალიან დიდი რაოდენობით, რომ რაიმე სახის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ბატონო მიხეილ, საქართველოს წინა წლებს რო გადავხედოთ, მიიღო არაერთი რეგლამენტი, ჯერ ქათამთან დაკავშირებით, მერე ცხოველების კეთილდღეობა იხბოს რეგლამენტი, მაგალითად გვახსოვს ყველას, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნიჰილისტურათაც კი შეხვდა, თუმცა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია და სხვათა შორის ევროდირექტივის ერთ-ერთი ეს თქვათ აქტი იყო ჩვენგან გადადგმული, ნაბიჯი იყო ჩვენგან გადადგმული. მოდით გითხარით ცხოველთა კეთილდღეობის ჭრილში ქათმის ნაკელით კვება. აი, რამდენად ჯდება ამ სტანდარტში? ანუ თავად ცხოველისთვის რამდენად სარისკოა ეს? მისი ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. კი ბატონო, ზუსტად ეგ გახდა მიზეზი ევროკავშირში ამ ქათმის ექსტრემენტების კვების. იცით რა არის? არსებობს ამ ექსტრემენტებში გავკარგული ყუათიანი ნივთიერება, ასე თავიდან როგორც იგივეს გავიმეორე, უბრალოდ მისი მიღების წესები არის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი. უნდა იყოს აუცილებლად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ეს ანტიბიოტიკებს არ შეიცავს, ანუ იმ წინა იმ ფერმაში, საიდანაც მიღებული გაქვთ ანტიბიოტიკები არის გამოყენებული იმ რაოდენობით და იმ დროს, როდესაც გარკვეულწილად მათი არსებობა შეიძლება ნოლამდეც კი იყოს ამ ემაში, რა ქვია, ამ ექსპერიმენტებში და შემდეგ მეორე ეს აუცილებლად ეს ანტიბიოტიკებსაც შეეხება, ხოლო რაც შეეხება მიკროორგანიზმებს, ის აუცილებლად უნდა ან ბუნებრივად, ან უნდა გადაამუშავო და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიცე და ისიც 5-10%. ანუ სწორად გამოყენება, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანტიბიოტიკების გამოყენება მკაცრად კონტროლდება ვეტერინარიაში. სამწუხაროდ საქართველოში ეს ვერ ხდება ჯერ, მაგ კი არა ადამიანის ჯანმრთელობის კუთხითაც ჭირს პრობლემებია ნამდვილად. ამ საქმეში არის კიდევ ერთი დეტალი და მინდა აუცილებლად შევეხოთ ლაბორატორიების სერტიფიცირებას და აკრედიტაციას. ჩვენ ახლა სამართლებრივ მხარეს ამ ამბისას ნამდვილად არ ვეხებით, თუმცა უბრალოდ ამბავი რომ ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთმა მხარემ დავაში მონაწილემ წარმოადგინა არააკრედიტებული, ანუ არალიცენზირებული ლაბორატორიული დასკვნა სასამართლოში. მოკლედ, ეს პრობლემა რამდენად დგას, აი ამისგან რომ გავიმიჯნოთ ზოგადად, რამდენად გვაქვს ჯერ სამყოფი ლაბორატორიები, მოდი ვთქვათ, მე რაც არის მათი კომპეტენცია რამდენად არის? თავიდან მოგეთქვით, თუ ლაბორატორია არ არის აკრედიტებული, მისგან მიღებული ნებისმიერი დასკვნა, ეს არის არაფერი. რაც შეეხება სურსათის ლაბორატორიებს, ამ შემთხვევაში რამოდენიმე ლაბორატორია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და ისინი ყველაფერს ვერ ფარავენ, არსებობს გარკვეული სეგმენტები, რაშიც აკრედიტაცია აქვთ. ეს იმიტომ რომ ისინი არიან გარკვეულწილად ბიზნესზე ორიენტირებული. მოთხოვნა რაზეც არის ალბათ არსებობს გარკვეული ესეთი კვლევა, მაგალითად ბოტულიზმის კვლევა, რომელიც საკმაოდ ძვირიღირს და ძალიან იშვიათად ხდება და ამას უკვე ჩემთვის ცნობილია სოფლის მეურნეობის ლაბორატორია აკეთებს. ისინი ბიზნესზე ორიენტირებული, იღებენ მონაწილეობას როგორც სახელმწიფო, ასე სხვადასხვა ტენდერებში თუ არსებობს საერთაშორისო სააკრედიტაციო ბიურო და იქ არის გაწერილი წესები, ასე რომ რომელიმე პათოგენი არის თუ არ არის, ამას ძალიან კარგად აკეთებენ და ვფიქრობ, რომ ამაში საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს ჩვენს ლაბორატორიებს, მაგრამ აი
გინდათ ენერგეტიკული ღირებულების შეფასება, სხვადასხვა ტოქსინები კიდე ცალკე თემა, იქ მათი რაოდენობის სიზუსტე, ყოველთვის შეიძლება იყოს ოდნავ სხვაობა. ქათმის ნაკელის გამოყენება საქონლის წარმოებაში და ეს თემა ცოტა განვაზოგადო მინდა და სოფლის მეურნეობაში ნარჩენების მართვაზე მინდა ვილაპარაკოთ. საქართველოს აპირებს საკმაოდ ისეთი კარგი ნაბიჯი გადადგას ამ მხრივ. თქვენ ეს სიახლე ახლა მოდით თქვენ უკეთ გააცნობთ მაყურებელს და ვილაპარაკოთ ამაზე და აქვე გკითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მართლა საჭირო და კარგ საქმეში ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარება. უნიშნულოვანესი საქმე, მართლა სერიოზული წამოწყება არის, ამაზე ვალდებულებაც აქვს აღებული ევროკავშირთან. მოკლედ ის ცხოველური ნარჩენები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, გინდათ მცირე მეურნეობებში, დიდ მეურნეობებში, ასევე სასაკლაოებზე, ეს კიდე ცალკე თემა არის. ეს ყველაფერი უნდა მოგროვდეს და უნდა მოხდეს მათი შესაბამისი გადამუშავება. ეხლა აქედან სხვადასხვა პროდუქტი შეიძლება მიიღო, მაგრამ არსებობენ ისეთი ცხოველური ნარჩენები, რომლებიც წამგებიანია. ეს ხო ბიზნესი უნდა იყოს. თუმცა აქ ერთი ვალდებულებაც ექნება ყველა მწარმოებელს, რომ გარკვეული თანხაც გადაიხადოს, რომ ეს მოდით ესე ვთქვათ, ნაგავი მოშორდეს მისი ფერმიდან თუ სხვადასხვა ბიზნესიდან, რა ვიცი, ყველას შეეხება მეტნაკლებად. თუმცა შედეგი აქვს ძალიან კარგი ის, რომ აი მსგავსი ნარჩენების დაბინძურებისგან ვიქნებით მაქსიმალურად დაცული. ეხლა რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, მაგალითად რო ავიღოთ სასაკლაოს ნარჩენები. სასაკლაოს ნარჩენების შეგროვება არის საკმაოდ ესეთი რთული პროცესი, მოდით ესე ვთქვათ. რთული კი არა. ცოდნა უნდა და გარკვეული გადაიარაღება უცებად დაჭირდება. იმიტომ რომ ხო გეტყვით, იმიტომ რომ იქ მიდის გარკვეული გრადაცია პირველი, მეორე, მესამე კატეგორიის ნარჩენებზეა საუბარი. უნდა მოხდეს მათი ცალკე იზოლირებულად შეგროვება. რაც თავისთავად ცხადია, მარტივი არ იქნება სასაკლაოებისთვის და აი მაგალითისთვის მომაქვს, როდესაც ჰასპის დანერგვა დაიწყო საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კაი ნაბიჯი გადაიდგა. ჰასპის დანერგვა როცა დავიწყეთ, ძალიან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე მგონი ყველა სასაკლაოზე სხვადასხვა ორგანიზაცია მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ მისი დანერგვა არ გახლავს ეს მარტივი პროცესი და შემდეგ მისი გაყოლა კიდევ, ხო? ეს ჰასპი მარტო არ არის დანერგვა და თავი გაანერგო, იქ ყოველდღიური ჩანაწერებია და ასე შემდეგ. ამიტომ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ამას უკვე არამხოლოდ ჩანაწერებზე იქნება საუბარი, არამედ გარკვეულ კორექტირებებზე, თითოეულ ალბათ შეიძლება სასაკლაოები გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყველა სასაკლაო მაინც სხვადასხვაგვარია, ხო, სხვადასხვანაირია, სხვადასხვა ლოკაცია აქვს. ამიტომ მათ დაჭირდებათ ყველა შესაბამისი ნახაზები, შემდეგ დადასტურება, შემდეგ გარკვეული შენობის მიმატება. ნუ არ ვიცი, იქ მთელი პროცესია საჭირო. ამიტომ ეს გარკვეულ თანხებთან იქნება და შეიძლება ეს არ იყოს რაღაც დიდი თანხები და ეს აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ აი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციების მანდ დაუხმარებლობა ცოტა გაართულებს. ისევე როგორც ყველა სფეროში საკმაოდ გაგვიჭირდება. და ცოტა ოდნავ პოლიტიკური კომპონენტი მინდა შემოვიტანო და ესეთი კითხვა დაკისვათ. რას ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერება თუ შეფერხება თუ დროებით გაჩერება, დაპაუზება საქართველოს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის? აი როგორ შეიძლება ეს აისახოს? აი ცოტა მეტად რო აგიხსნათ ჩემი მიმართულება, ამ კითხვის მიმართულება, აი მაგალითად მთავრობა ამბობს, რომ აჩერებს მოლაპარაკებებს მოკლედ ევროკავშირში გაწევრიანებაზე და პარალელურად ქვედა დონეზე, ანუ ბიზნესში მთელი რიგი ვალდებულებები არის, რომელთა შესრულება მათთვის სავალდებულო ხდება. ეს უდაოდ კარგი, ამას არავინ არ ამბობს, რომ ცუდია, თუმცა რა ვიცი, რამდენად მოკლედ თქვენ როგორ ხედავთ ამ სურათს? ზედარგოლი მენეჯმენტი ქვეყნის აჩერებს ევროინტეგრაციას, ასე ვთქვათ, კი არ წყვეტს, აჩერებს როგორც თვითონ გვეუბნებიან, მაგრამ ბიზნესისთვის ეს პროცესი არ ჩერდება და აი რაღაცნაირად პარტნიორებს თითქოს ეხსნებიან, იმიტომ რომ ქვეყნის პოლიტიკიდან და საგარეო კურსიდან გამომდინარე, მაგრამ რეგულაციები რჩებათ შესასრულებელი.
აი თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? გეტყვით რომ მოკლედ ევრო ინტეგრაციის პროცესს ვერავინ ვერ გააჩნიებს. ჯერჯერობით იმიტომ რომ ეს ჩვენ კონსტიტუციაში წერია. მეორე კიდევ ქვეყანაში არსებობს უკვე ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოვებს და ხა წარმოიდგინეთ რამდენი დადებითი მოიტანა ქვეყანაში თუნდაც ელემენტარული სასაკლაოების ახლა საუბრობდით და სასაკლაოების კეთილმოწყობა და ხასპის დანერგვა და ასე შემდეგ. შემდგომ კიდევ ის პრინციპი, როდესაც ფერმიდან სუფრამდე კონტროლი ქვია, ალბათ თვე არ გავიდოდა, რომ კიდევ რუსეთის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, კიდევ სამინისტრო ვიროთ, ან თუნდაც კერძო პირები, რომ გარკვეული სწავლა და ცოდნა არ მიიღოთ რიგ ევროკავშირის უამრავი პროექტი გაკეთდა. ის დახმარებები, რომელიც შემოდიოდა ქვეყანაში, იყო ძალიან მასტიმულირებელი, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, ამაზე მინდა ხაზი გავუსვა, არამედ სოფლის განვითარების. იმიტომ რომ სოფელში მარტო სოფლის მეურნეობა არ არის, ხო? იქ უამრავი სხვა, წყალმომარაგებლები კეთდებოდა, იქ საირიგაციო, ნუგად უამრავი რამ კეთდებოდა. ანუ ეს დაგვაკლდება. რა ვიცი, სხვა ვიდააფინოს, თუ იმე დააფინანსებს სხვა, მაგრამ დრო გვანახებს, მაგრამ თავისთავად ცხადია, აწყობილი სისტემები, გარკვეული გეგმები არსებობდა, გარკვეული პროექტები იყო უკვე შეთანხმებული, უკვე გაწერილი, მე რამდენადაც ვიცი. რა თქმა უნდა, ეს დადებითად არ იმოქმედებს, ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირთან დაახლოების პროცესს საქართველოს აუცილებლად გააგრძელებს და იმედია და აი ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ ბატონ მიშა ჩვენი ეს თქვათ საუბარი, ჩვენი ინტერვიუ დაგემშვიდობებით, მადლობა ესეთი ამომწურავი ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა თქვენ. ქართული რძის იმიჯი შეილახა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქართული რძის იმიჯი სკლინთში ამოისვარა. ყვარლის ბაგაში ქათმის ნაკელით საქონლის კვების გახმაურებულმა ამბავმა მოხმარებელში რძისა და რძის პროდუქტების მიმართ დობა მინიმუმამდე შეამცირა. ინდუსტრიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ადასტურებენ, რომ ბოლო 10 დღეში გაყიდვები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. მაღაზიების დახლებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ რძის პროდუქტებს სააქციო ფასდაკლებებში, თუმცა მომხმარებელი ყიდვისგან მაინც თავს იკავებს. არა და რძე და რძის პროდუქტები ბავშვთა კვებასა და ზოგადად ოჯახების რაციონში ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი პროდუქტია. ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. ახლა კი მისი მიღებისგან ადამიანების დიდი ნაწილი თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ რძეს რაღაცნაირად სკლინთთან აიგივებს და მისთვის ეს უსიამოვნოა. ბევრი ჯანმრთელობის პირდაპირ საფრთხესაც ხედავს. ანუ ყვარლის ბაგის გახმაურებულმა შემთხვევამ ზოგადად ქართული რძის წარმოებას შეულახა იმიჯი. არა და ბაზარზე პოზიციონირებს არაერთი კეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორი, რომელიც ნედლ რძეს კანონის სრული დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნითი დაცვით აწარმოებენ. ასევე საოჯახო მეურნეობებიც ამ კატეგორიაში მოიაზრებიან. ასეთი შედარებით მცირე და ნიშური ბრენდები ახლა რძის მოყვარული საზოგადოებისთვის ნამდვილი შველა და ხსნაა. მართალია მათ ბაზრის მოცვა დიდი არ აქვთ, თუმცა არც რთული საშონელია. ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წარმომადგენელი ანი ბაბუნაშვილი მინდა ახლა გაგაცნოთ და ამ თემაზე მასთან გავაგრძელო საუბარი. გამარჯობა ანი, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენი მოწვევისთვის. ანი, მოდით პირდაპირ და მოკლედ ვუთხრათ მაყურებელს, რას ნიშნავს ქართული რძის ნიშნის ფლობა და ჩვენ როგორც მომხმარებლებს დახლზე ამ ნიშნის ქვეშ პროდუქტის პოვნა რას ნიშნავს ჩვენთვის, რა ტიპის გარანტიაა ეს მომხმარებლისთვის? ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი მიღებულია ნედლი რძისგან და ეს ნედლი რძე არის მიღებული ისეთი ფერმერებისაგან, რომლებსაც აქვთ გაკონტროლებული თავიანთი რძის, ასე ვთქვათ, ხარისხი. ჩვენი ფედერაციის წევრები, ნაწილი ფლობს ამ რძის ნიშანს, რაც უზრუნველყოფს, რომ მათი წარმოება არის სრულიად უნებელი და კონტროლდება ყოველ ეტაპზე და უნდა ჩაითვალოს, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საქართველოში მნიშვნელოვანი სტანდარტი, რის მიხედვითაც უნდა გქონდეს ნდობა უშუალოდ მწარმოებლისადმი. ანი, თქვენ თქვით, რომ კონტროლდება ყველა ეტაპზეო ამ ნიშნის ქვეშ მყოფი პროდუქტის, ანუ სრულ საწარმოო ციკლზე, ჯაჭვზეა საუბარი. ნედლი რძეც ახსენეთ, თუმცა მომხმარებლისთვის დიდი ვერაფერი შვება არის, როცა ახლა სამწუხაროდ ვეუბნებით, რომ ეს არის ნედლი რძით დამზადებული იმ გახმაურებული კეისიდან გამომდინარე. ცოტა მეტი ვთქვათ, ცხოველების
კეთილდღეობაზე, მათ ჯანსაღ და სწორკვებაზე, რაზეც არის ხო, მთელი ეჭვები და ამბავი ატეხილი. ანუ ეს ნიშანი რამდენად მაძლევს, მოკლედ მე როგორც მომხმარებელს გარანტიას, რომ პროდუქტი მიღებულია ჯანსაღად ნაკვები ცხოველისგან მოწოლილი რძით. კი ბატონო. ჩვენ აღნიშნავთ, რომ ის ფერმერები, რომლისგანაც ჩვენი მწარმოებლები იბარებენ რძეს, არ ყვებავენ ხელოვნურად ცხოველს. შესაბამისად, სტანდარტულად ბაგურკვებაზე არ ყავთ. ბაგურკვებაზე არ ყავთ, ძირითადად ხდება მინდორში, საძოვრებზე და აქედან გამომდინარე ბევრ პრობლემასაც ვაწყდებით სეზონურობიდან გამომდინარე, ამასაც პრობლემები ახლავს. თავისთავად, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა არის ეს, თუმცა ამ შემთხვევაში მწარმოებელი გარანტირებულია, რომ არის ახალი რძე, უმაღლესი ხარისხის და მიღება ხდება ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა წარმოებებში. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ნიშნის ქვეშ გაერთიანებული მწარმოებლები არ არიან უშუალოდ ნედლი-რძის მწარმოებლები, ასე ვთქვათ, შეფუთვაში არ აწარმოებენ ნედლ-რძეს, აწარმოებენ მხოლოდ პროდუქციას და გადამამუშავებელ პროდუქციას. ყველა ჩვენს მწარმოებელს დანერგილი აქვს ხარისხის სტანდარტები, ჰასპი თავისთავად, ყველაზე მინიმუმ ჰასპი და ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე, მაგალითად ისეთ ბიზნეს ოპერატორებთან, რომლებიც არიან დარეგისტრირებული, არ აქვთ ხარისხის კონტროლის სისტემები, მაგალითად აწარმოებენ პროდუქციას რძის ფხვნილით და ამატებენ მცენარეულ ცხიმებს და აბარებენ, ასე ვთქვათ, ბაზარში, სადაც მომხმარებელი მიდის, ყიდულობს ძალიან დაბალ ფასად პროდუქციას და შემდგომ უკვე ჩვენი მწარმოებლები რაღაცნაირად არაჯანსაღ კონკურენციის არათანაბარ პირობებში ხდებიან. რაც არის ძალიან უსამართლო და მომხმარებლისთვისაც, რომელსაც შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში გონია, რომ ის ხელმისაწვდომი პროდუქტი ფასით მისთვის მომგებიანია, თუმცა ზარალს, ზიანს მისი ჯანმრთელობა იმისგან იმდენად მაღალს იღებს, რომ ნუ აქ არ ვიცი, ორი აზრი არ არსებობს, რომ მისთვისვე არის ეს უპირველესად საზიანო. ანტიბიოტიკების თემას უნდა შევეხოთ აუცილებლად, ამატეხილი ამბებიდან გამომდინარე. ცოტა მეტი გითხარით ამაზე, რამდენად პასუხისმგებლიანად უდგებიან თქვენი ნიშნის ქვეშ გაერთიანებული მეწარმეები აი ამ ანტიბიოტიკების თემას და აფლატოქსინზეც მინდა აუცილებლად ვისაუბროთ, ბოლო პერიოდში ეს აღმოაჩინა რძეში ეს მავნებელი საშიში ტოქსინი და ამაზეც მინდა ვთქვათ, რამდენად დაზღვეული ვართ ქართული რძის ნიშნის შემთხვევაში ამისგან. კი ბატონო, ერთ-ერთი სიტყვით რო ვთქვათ უშუალოდ აფლატოქსინზე, ძალიან მნიშვნელოვანია აქ თვითონ მომხმარებელი იყოს, ასე ვთქვათ, ინფორმირებული. ხდება ასეთი პრობლემის წინაშე ვდგებით ხშირად, რომ ინფორმირებული არ არის ის კონკრეტულად ეს რა პროდუქტია, ასე ვთქვათ, რა ტიპის მავნებელია, არის ობი, არის სოკო და ასე შემდეგ. და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამაზეც ესმაც, რა თქმა უნდა, ისაუბრეს იმ კონკრეტულმა კომპანიებმა, მაგალითად გუშინდელ შეხვედრაზე, სურსათ ეროვნულ სააგენტოში და მათ მაგივრად ნამდვილად მე პირადად ვერ ვისაუბრებ, თუმცა აღნიშნა უშუალოდ აფლატოქსინის არსებობის რისკს პროდუქციაში. ეს რისკი მომდინარეობს ძირითადად მარცვლეულისგან, რომელთაც იკვებება საქონელი და ძირითადად ხდება, ასე ვთქვათ, საკვების არასწორი შენახვის შედეგად. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თვითონ ნედლეული იყოს მიღებული უშუალოდ, ასე ვთქვათ, საკვების მწარმოებელი საწარმოოში ისეთი ტიპის, რომელსაც ქონდა მაგალითად შედარებით მაღალი ტენი და ტენის დიდი ხნის შენახვის შედეგად ხდება უკვე ამ ტოქსინის წარმოქმნა. შესაძლებელია უშუალოდ ფურაჟში იყოს, ვთქვათ, მისი არსებობა აღმოჩენილი. რაც რა თქმა უნდა, საკვებში იდება მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც არის აფლატოქსინის, ასე ვთქვათ, შემაკავებელი და მაგალითად, ვინც არის საკვების გადამამუშავებელი კომპანიები, ხშირად არ აქვთ, ვთქვათ, ბიუჯეტურად ხელმიუწვდომელია, რომ ეს, ასე ვთქვათ, მიკოტოქსინების ბაინდერები ეწოდება, მსგავსი პროდუქტი, რომელიც ჩადოს ამ პროდუქციაში და უზრუნველყოს, რომ თავი დაიცვას, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, აფლატოქსინის შემოწმებას რაღაც გარკვეული პროცესი სჭირდება და დაახლოებით 7 დღეს სჭირდება, რომ ანალიზის შედეგები მივიღოთ საქართველოში და საკმაოდ დიდი დრო არის, რომ უკვე წარმოებული პროდუქციამ შემდგომ გადავამოწმოთ და ვნახოთ არის თუ არა აფლატოქსინი შიგნით, ასე რომ აქედან გამომდინარე თავდაპირველი დაზღვევები, პირველი ჯაჭვი არის, რა თქმა უნდა, საკვები, რომელთაც საქონელი იკვებება. და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფერმერები, ვისაც ვისაუბრე, ანუ ჩვენი მწარმოებლები იმ ფერმერებისგან, ვისგანაც იღებენ, როგორც გითხარით, არ ყვებავენ, ასე ვთქვათ, მსგავსი ტიპის საკვებით და ძირითადად საძოვრებზე ყავთ გაშვებული ცხოველი. ზოგადად ანტიბიოტიკებიც შეიძლება საკვებში დაემატოს, მით უმეტეს ვინც მშრალი ტიპის საკვებს, გრანულის ტიპის საკვებს ამატებენ, თუმცა ეს ყველაფერი კონტროლდება საქართველოში, ახლა პირადად მე რაც გამოცდილება მაქვს კონტროლდება და დოზი
დოზირებაც განსაზღვრული არის უშუალოდ თქვა საკვებში რა რაოდენობით და რა ეტაპებზე, ესე ვთქვათ, ცხოველის ასაკის მიხედვით ჩაიდოს და გამოიყენოს ეს ანტიბიოტიკი. მოდი ცოტა მეტი ვთქვათ გადამუშავება და გადაზიდვაზეც, რომელიც არც თუ ისე ხელწამოსაკრავი რგოლი არის ამ მთლიან მიწოდების ჯაჭვში, ხომ ასეა? ანუ რაც არ უნდა კარგად ვაწარმოო მე ადგილზე, თუ ეს გადაზიდვა სწორად და მისი პირობებით და სტანდარტებით არ განვახორციელებ, დახლამდე ვერ მივა სრულფასოვანი პროდუქტი. აი ეს რამდენად აქვს თქვენს ბენეფიციარებს აწყობილი, ანუ რასაც ქვია ფერმიდან დახლამდე ჯაჭვი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია, რა თქმა უნდა, ტრანსპორტირება პროდუქციის, რომელიც უნდა იყოს თერმულად, ესე ვთქვათ, უზრუნველყოფილი და სამაცივრე სისტემით უზრუნველყოფილი. ჩვენს ყველა წარმოებას, მცირე წარმოებებს აქვთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქვთ პასუხისმგებლობა, აქვთ როგორც გითხარით, ჰასპის სისტემები, რომლებიც რაც თავისთავად ითვალისწინებს როგორც შემავალი პროდუქციის კონტროლს, ასევე გამავალი პროდუქციის კონტროლს. რამდენი კომპანია ფლობს ქართული რძის ნიშანს ამ ეტაპზე და აი თქვენ თქვით, რომ ზოგი ახლა მუშაობს, რამდენად არის ინტერესი რომ უიპოვონ ეს ნიშანი. მოკლედ, ჩვენ ზოგადად ფედერაციის წევრ დაახლოებით 50-მდე საწარმო არის თქვა გაერთიანებული ჩვენს ფედერაციაში და დაახლოებით 24 ფლობს ქართული რძის ნიშანს. და რა თქმა უნდა, ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და დანერგვა ამ ქართული რძის ნიშნის სხვადასხვა პატარა წარმოებებში. მსურვილი არის ნამდვილად ისინი გრძნობენ თქვა ფედერაციისგან დახმარებას და ასე ვთქვათ ქართული საზოგადოებისთვის ჯერ ასე ვთქვათ ასამაღლებელია ცნობადობა უფრო მეტად და ამაში ჩვენი ესე ვთქვათ წილიც არის ძალიან დიდი და ამაზეც მუშაობთ დღემდე და რადგან შედარებით ნდობა მოიპოვოს უშუალოდ მწარმოებელმა ჩვენგან, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ სხვა პროდუქტები, რომლებსაც უკვე წარმოებლები, რომლებსაც უკვე აქვთ ნიშანი და აქვთ ნდობა მომხმარებლის, ესე ვთქვათ პარალელურად სხვა მწარმოებლებსაც უნდათ რომ მსგავსი ნდობა მოიპოვონ და შესაბამისად სურთ რომ ქონდეთ მსგავსი ნიშანი. აი სანამ ბოლოდა ცოტა ისეთ შემაჯამებელ კითხვას დავსვამ, მანამდე არ შემიძლია არ გკითხოთ, ახლა რას ამბობენ თქვენი ბენეფიციარები, ესე ვთქვათ, თქვენი წევრები ამ გახმაურებული არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტის შედეგად რამდენად წუხან ისინი, რომ ზოგადად ინდუსტრია არის იმით შელახული, შეიძლება ასე ითქვას. კი ბატონო, ძალიან დიდი პრობლემა არის, რადგან როგორც გითხარით, მომხმარებლის ცნობიერებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და როდესაც მაგალითად ერთი უშუალებელი კომპანიაში მოხდება რაღაც პრობლემა, ესე ვთქვათ, კი ბატონო, შეიძლება მათ ესე ვთქვათ ფინანსურად გაუძლონ ამ ესე ვთქვათ პრობლემას, თუმცა პატარა მცირე მეწარმეები, რომელთაც რა თქმა უნდა დანაშაული შეიძლება საერთოდ არ მიუძღვით ამაში, ესე ვთქვათ, ისინიც ისჯებიან, ასე ვთქვათ. რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გუშინდელ შეხვედრაზეც მაგალითად ცესთან დაფიქსირდა მსგავსი პრობლემა და ჩვენი ასე ვთქვათ ფედერაციაში გაწევრიანებულმა წევრებმაც მწარმოებლებმაც დააფიქსირეს თავიანთი პრობლემა, რომ შეიძლება ჩვენ ვიზარალოთ ამ დიდი პრობლემის შედეგად. ამიტომ ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ შედარება მოხდეს და ბაზრის კვლევა მოხდეს და უშუალოდ შემოწმება მოხდეს ისეთი პროდუქციის, რომელიც ასე ვთქვათ არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და შედარების შედეგად უკვე წინ იქნება წამოწეული თუნდაც ქართული რძის ნიშნის მქონე ფედერაციაში ასე ვთქვათ გაწევრიანებული საწარმოების მაღალი ხარისხი. კი ბატონო და ბოლო კითხვა, ყველაზე მთავარი გამოწვევა ინდუსტრიაში, მერძევეობაში ამ ეტაპისთვის რა არის? ყველაზე პირველ ესე ვთქვათ მწვავე პრობლემად აღინიშნება, როგორც თქვით და ვახსენეთ, რძისფხვნილით წარმოებული პროდუქციის ესე ვთქვათ წარმოება, რომელსაც არა რეგისტრირებული წარმოებები მაგალითად ამზადებენ. ჩვენ არანაირ წინააღმდეგობაში არ შევდივართ უშუალოდ რძის ფხვნილით აღდგენილი პროდუქციის წარმოებასთან, ამასაც თავისი მომხმარებელი ყავს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ მათი აღდგენა ხდება მცენარეული ცხიმებით და არა ცხოველურით, ან მომხმარებლობდნენ მიდის ის პროდუქცია, რომელიც ანუ მას არ სურს და სამწუხაროდ ნაკლებად იციან სამწუხაროდ. სეზონურობაზე, ნედლი რძის სეზონურობაზე რას გვეტყვით? ასთან დაკავშირებითაც ორი სიტყვა ვთქვათ ალბათ. კი ბატონო. მოგეხსენებათ საქართველოში, ასე ვთქვათ, ნედლი რძით უზრუნველყოფა ვთქვათ საქართველოს ბაზრის ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან რომ რძის წარმოება არ არის უმაღლესი ხარისხის, უბრალოდ დიდი რაოდენობით მასშტაბური და საქართველოს თავის არჩენად მოკლედ სჭირდება რომ იმპორტირებული რძა შემოიტანოს. თუმცა ჩვენი ფერმერები, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით არ გადაამუშავებენ რძეს და სრულად
ასე ვთქვათ, ყოფნით სეზონზე, როდესაც არის პროდუქცია ხელმისაწვდომი, ეს ფერმერებისგან ჩაბარებული რძე, სამწუხაროდ არასეზონურ პირობებში არ არის საკმარისი და დამატებითი ხდება, მოკლედ უკეთესი ვთქვათ, ფერმების მოძიება და ამ შემთხვევაში მოკლედ დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ფასი აისახება ეს ყველაფერი. წარმოება არის შედარებით ესე ვთქვათ, მცირე რაოდენობის და რა თქმა უნდა, თავი რო ისჩინოს მწარმოებელმა, უწევს რომ ფასები გაზარდოს და იყოს კიდევ უფრო ესე ვთქვათ, მაღალი ფასით, ვიდრე ვთქვათ ის მწარმოებლები, რომლებიც რძის ფხვნილით აკეთებენ პროდუქციას. ანუ აქ უკვე ნამდვილად არაჯანსაღი კონკურენცია არის და ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. აქ ჩართული უნდა იყოს და დარწმუნებულია რომ იქნება და დაგვეხმარებიან, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სექტორებიც და უფრო მეტად მოხდება, ვთქვათ, იქნება ეს ჰორეკა სექტორი თუ აგრობაზრები, სადაც ნაკლებად კონტროლდება ხარისხი და რა თქმა უნდა პროდუქცია არ არის ეტიკეტირებული, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის რძის პროდუქტების შემთხვევაში, რომ ეტიკეტი უნდა ჰქონდეს პროდუქტს, ყოველ შემთხვევაში სერტიფიცირება მაინც უნდა ჰქონდეს, რომ მომხმარებელს აჩვენო რას ყიდულობს. ლაბორატორიების პრობლემაზეც ხომ არ გვეთქვა 2-20 სიტყვა, იმიტომ რომ ესეც პრობლემაა, სხვა შორის ეს აი ამ ქათმის ნაკელთან დაკავშირებით რძის ასოციაციის ამ кейსმაც წარმოაჩინა, იმიტომ რომ ერთ-ერთმა მხარემ ამ დავაში წარმოადგინა ისეთი ლაბორატორიის დასკვნა, რომელიცაც აკრედიტაცია საერთოდ არ აქვს, ხო გავლილი. ამიტომ ეს პრობლემა რამდენად არის თქვენი ბენეფიციარების თვალით დანახული, რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა ქვეყანაში? ის ლაბორატორიები, რომლებიც დღეს, ასე ვთქვათ, აკეთებენ ანალიზებს თუნდაც ამ სექტორში, ასე ვთქვათ, იყენებენ განსხვავებულ სტანდარტებს. ანუ ამ სტანდარტებს, ვთქვათ, მაგალითად, ერთ ლაბორატორიაში თუ მივიტანე ნიმუში და შემიმოწმდა პროდუქტი და აღმომიჩნდა მაგალითად რაღაც გარკვეული მონაცემები მივიღე კონკრეტული სტანდარტით, მეორე ლაბორატორია იყენებს სხვა სტანდარტს და თქვენ მიდიხართ იქითკენ, რომ აუცილებელია ლაბორატორიებს, საქართველოში ლიცენზირებულ ლაბორატორიებს ერთი სტანდარტი და ერთი პოლიტიკა ჰქონდეთ, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. და ამაზე თუ ანუ შესაბამის უწყებებთან თქვენ როგორც ფედერაციის წარმომადგენლობას თუ გისაუბრიათ სახელმწიფო უწყებებთან ამ პრობლემას? ისინი ინფორმირებული არიან ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა იწყებენ მუშაობას და განიხილავენ, რადგან ძალიან კრიტიკულია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რძის პროდუქტებისთვის, არამედ სხვა სურსათის სექტორებზეც არის სხვა შორის. ამ პრობლემები. დიდი მადლობა, ანი, იმედია მეწარმე თავის წილ პასუხისმგებლობას მართლაც პასუხისმგებლობით შეასრულებს, ზედმიწევნით შეასრულებს, სახელმწიფო თავის მაკონტროლებლის როლსაც წარმატებით გაართმევს თავს ამ როლის შესრულებას და მომხმარებელსაც არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება, ვისაც რძე და რძის პროდუქტები უყვარს და ამ გახმაურებული кейსის გამო ბოლო პერიოდში თავს იკავებს ყიდვისგან. გონია რომ მათ ახლა კარგი ინფორმაცია აღმოაჩინეს. მაყურებელს კი ვუსურვებ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას კვებიდან დაწყებული, ანუ გარანტირებულ სასურსათო უსაფრთხოებას, ასევე უსაფრთხოებას ყოფით დონეზე. ამით აგროსიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე რაც ეხება აგროს და გარემოს, გიყვებით ჩვენ და არავინ ჩვენსავით ამომწურავად. რეგულარულად გთავაზობთ მასალებს სტატიების, აუდიოს და ვიდეოების სახით ჩვენს Facebook გვერდზე აგროსიახლეები, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგდებნეთ და გახდით ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. მოკლედ, ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები თქვენთან, საზოგადოებასთან, მაყურებელთან. შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI News-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად.
ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.